მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩემო თანამემამულეებო, ქართველებო. დღეს მაქვს თქვენთვის არც თუ ისე კარგი ამბავი. იმიტომ რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მონაცემებით, რომელსაც მე სხვათა შორის პატივცემ პრინციპულობის გამო, თუმცა ყველა მონაცემს ვერ აქვეყნებს. დარწმუნებული ვარ, როგორც ხელისუფლებას უნდა მცირდება. ქართველების რაოდენობა საქართველოში მცირდება და შესაძლოა მიაღწიოს კრიტიკულ ნიშნულს, როცა ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს სუვერენიტეტი. მცირე ქვეყნები დაუცველები არიან. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ახალი ამბები და ვუყურე ვიდეოს იმის შესახებ, თუ როგორ წყდება აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ძალაუფლების პრობლემა. იქ რუსები მაშინვე ჩადიან უზარმაზარი თანხებით და ყველა პრეტენდენტს თავაზობენ საკუთარი თავის აყვანას, რათა შემდეგ რუსეთის ინტერესებისთვის იმუშავონ. უფრო სწორად, არა რუსეთის ინტერესებისთვის, მათ აქვთ საკუთარი ინტერესები. ეს სავარაუდოდ არ არის რუსეთის პოლიტიკა. რუსეთის პოლიტიკა არის კონკრეტული თაღლითების პოლიტიკა, რომლებისთვისაც რუსეთში ფული საკმარისი არ არის. და რა თქმა უნდა, ისინი მუშაობენ რუსეთის ინტერესებისთვის, რადგან მისი გავლენა იზრდება. ეს შეიძლება საქართველოსაც მოუვიდეს. საქართველო რუსეთის ინტერესების სფეროშია. მეგობრებო, დაფიქრდით ამაზე და მოდით ვიმსჯელოთ თემებზე, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს სიტუაცია საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, მთავარ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც სააკაშვილმა მიიღო, ისეა შედგენილი, რომ მას ვერც კი შევცვლით. წარმოგიდგენიათ? რა თქმა უნდა, სააკაშვილი ფიქრობდა, რომ ის ყოველთვის იქნებოდა. და ასე ფიქრობს ყოველი ხელისუფლება, რომელიც ისევ და ისევ მოდის ქვეყნის სათავეში. თითოეული ოფიციალური პირი, მე კი ვიცნობ უკრაინის ყველა პრეზიდენტს და ალბათ დღევანდელ ისტებლიშმენტსაც ვიცნობ. ისინიც ასე ფიქრობენ. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ მუდამ ქვეყნის სათავეში იქნებიან და იმ ბიუჯეტის ხარჯზეც გამდიდრდებიან, რომელიც პრინციპში ხალხს ეკუთვნის. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში დიდი პოლიტიკური აქტიურობა და ამ თემის გაცნობიერება არ შემიმჩნევია. ახლა სამწუხაროა და არა სასაცილო საუბარი იმაზე, თუ როგორ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. არა, ნეტავ სხვა რეგიონები არ დავკარგოთ. არა და იქ თუ ხალხი არ დარჩება, ხელისუფლების შეცვლა პრობლემა არ იქნება. დაფიქრდით ამაზე. და თუ კი რაიმე შემოთავაზებები გაქვთ, მოგისმენდით. პრინციპში, დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან. რადგან ეს ჩემთვის ხელმიუწვდომელია. ველი თქვენგან პოლიტიკურ წინადადებებს, ახალი პარტიებისგან, რომლებიც თავს ოპოზიციურად თვლიან. პირადად მე ეს პარტიები ასეთებად არ მიმაჩნია. რადგან არ მინახავს არც ერთი წინადადება, რომელიც შეცვლიდა ვითარებას საქართველოში. ეს არის მხოლოდ ბრძოლა ძალაუფლებისთვის. თუ ასე არაა, მაშინ ის მაინც შემოგთავაზეთ, რაც ევროპაში უკვე არსებობს. ყველაფერი მარტივია. ნახე, აირჩიე ქვეყანა, რომელიც მოგწონს და აკვირდი, როგორ არის მოწყობილი. შვეიცარიაში ვერც ერთი კანონი მიღებული ვერ იქნება, თუ მას მთელი მოსახლეობა არ მოიწონებს. და საქართველო ამ თვალსაზრისით შეიძლება გამხდარიყო მეორე შვეიცარია. მაგრამ ყოველდღე ვკარგავთ ამ შესაძლებლობას. და ბოლოს, თუმცა ჩვეულებრივ ამით ვიწყებ ხოლმე, ვიმედოვნებ მადლობა გადაუხადეთ უფალს თქვენს ცხოვრებაში ახალი დღისთვის.
ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მოგცეთ. საღამოს კი დაურეკეთ თქვენს მშობლებს. სიღარიბესთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ. დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა ყოფილ საბჭოთა კავშირში და მთელ მსოფლიოში. რა უნდა მოვიმოქმედოთ? კითხეთ, მე ვისაუბრებ და გამუდმებით დავაყენებ ამ საკითხს დღის წესრიგში. მიყვარხართ ყველა, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. იმედი მაქვს ამით ჩვენ დავიწყებთ ქვეყანაში არსებული პრობლემების განხილვის ახალ ეტაპს. ძალიან მინდა დავეხმარო საქართველოს. ახალი პარტიებისგან კი თუ მართლა ოპოზიციური არიან, ველოდები რაღაც წინადადებებს, რაღაც კითხვებს. მე ხომ გამოცდილი პოლიტიკოსი ვარ. უფრო გამოცდილი ვიდრე ბევრი მათგანი, ვინც ახლა ძალაუფლებისკენ ისწრაფვის. მოვითხოვოთ ამ პარტიებისგან ისეთი პროგრამები, რომლებიც თქვენთვის გასაგები იქნება და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას შეცვლის. საუკეთესო სურვილებით, დროებით.